მკვლელობა აღმაშენებელზე გავრცელებული ინფორმაციით ქმარმა ცოლი თოკით გაგუდა. წინასწარი ცნობით სამართალდამცველებმა ბრალდებული დააკავეს. გარდაცვლილი კი მეზობლებმა სახლში იპოვეს. ადგილობრივების განცხადებით, ბრალდებული სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა. ადგილზე მომამბის გადამღებით ჯგუფი მუშაობს და მარიამ ქურდიანს ჩავრთავთ ახლა პირდაპირ ეთერში, რომელიც საქმის შესახებ უფრო დეტალურად მოგვიყვება. მარიამ, გისმენთ, რა განცხადებები კეთდება ამ დროისთვის სამართალდამცველების მხრიდან ან მეზობლების მხრიდან? სამართალდამცველების მხრიდან ამ დრომდე განცხადებები არ კეთდება, თუმცა ჩვენ ვართ ადგილზე და აღმაშენებლის გამზირზე რჩებიან ბინაში, სადაც იპოვეს დღეს გარდაცვლილი ქალბატონი ექსპერტ-კრიმინალისტები. აქ შეკრებილები არიან, ისინი კითხავენ მეზობლებს, ასევე ჯერჯერობით არ გადაუსვენებიათ მოკლული ქალბატონი ექსპერტიზაზე. ჩვენ ველოდებით ამ წუთებში როდის გადაასვენებენ ქალბატონს. გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდა ქალბატონი დღეს დილით ნახეს გარდაცვლილი მეზობლებმა. წინასწარი ინფორმაციით მკვლელობა ჩაიდინა მისმა მეუღლემ. ქალბატონის ასაკი არის დაახლოებით 40 წლის და ის გაგუდული იპოვეს თოკით. ამ დრომდე სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით საქმესთან დაკავშირებით არ ვრცელდება. ჩვენთვის უცნობია, რის ნიადაგზე მოხდა მკვლელობა. არ ვიცი, შვილ, არაფერი, არ ვიცი ვინ არის, არც ვიცი. მეუღლე მოკლავეს, გავიგე და დანარჩენი არ ვიცი. არ ვიცი, დედი, გასტროლის ხმა გაიგეო? კითხეს. არ გამიგია, არც გასტროლის ხმა გამიგია და არაფერი არ გამიგია. აი, ტრიალი რო დავინახე, გავედი და მაშინ აღმოვაჩინე, რომ რაღაცა შემთხვევა იყო. როგორც ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში გაგვიცხადეს, დაკავებული არის ერთი პირი, თუმცა სამინისტროში არ ადასტურებენ, რომ ეს არის გარდაცვლილის მეუღლე. საქმე აღძრული არის ოჯახში ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის მუხლით. ჩვენ ვრჩებით ადგილზე, სადაც ველოდებით ამ დროისათვის ქალბატონის გადასვენებას ექსპერტიზის ბიუროში. მე შეგახსენებთ, რომ მკვლელობა მოხდა დღეს დილით და ქალბატონი გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ სახლში მეზობლებმა. მადლობა მარიამ ქურდიანმა გაგვაცნო მომხდარის შესახებ უახლესი ინფორმაცია.